ფიქრობდი ამ ფილმის დანაზოზე, ხო? აი რას მენიჯერდი, რადგან სკოლაში ხოლმე მოხვედი და ჭამოდა, მე უკვე დაამატა სიტყვა ჩიპსი, ხო? აი რას იყიდი სკოლაში საჭმელს თუ მე გავაკეთე შემდეგ ამ ჩიპსი, აქ რომ განსაზღვრო. აუცილებლობა და სიტყვაზე სურვილების დანახარჯი. მაგალითად მექნებოდა 10 ლარი. ანუ სკოლაში საჭმელმა თუ მექნებოდა, ძალიან თუ მომხდებოდა, რამეს ვიყიდი, მაგალითად მიყიდა. ოკეი. 10 ლარი და საჭმელი. იბადა. მოდი ავიღოთ სიტყვაზე ნუღარი. სიტყვაზე ხო? მაგრამ აი შენ ვფიქრო, შენ შეგიძლია ცოტა შენთვის დანაზოგი გააკეთო და თუნდაც ის ჩიპსი არ აჭარო. თუ მაინდა აუცილებლად წახალდა იყო. შემიძლია დანაზოგი. აჰა. თუმა 10 ლარი. დავხარჯა უნდა არის 9 ლარი მექნება და შემდეგ თვითონაც გამო. აჰა, ძალიან კაი, მადლობა. ახლა ნიკა დამეხმარება, შემიძლია სიუჟეტი გამიხილოთ, ნახეთ ანუ ესეთ რაღაცას ვთავაზობენ. პატარა ფორმულა 5-3-2 რას ნიშნავს? აი მაგალითად, აი მოდი ხა შევხედოთ ხო რა გვაქვს? ანუ საჭიროების, აი მაგალითად ახლა 10 ლარი გვაქვს, ხო? აი რომ ლაპარაკებდა ახლა მოგობარიში კლასელი, ოკეი? 10 ლარი, 10-დან 5 ლარი. 10 ლარი ანუ საჭიროებებზე, განაწილებული სურვილებზე და 2 ლარი დანაზოზე. შენ რას იზავდი მაგალითად, თუნდაც აი ესეთი ფორმულის შემთხვევაში რამდენად შეამცირებდი სურვილებს და ვთქვათ იფიქრებდი იმაზე, რომ ვთქვათ გაზარდო შენი დანაზოგი და აქედან მაგალითად 3 ლარის ლავირებეცი გააკეთო, რომ ვთქვათ დანაზოგში დაამოწო რაღაც თანხა. მაგალითად საუბრობთ 10 ლარი მომხდეს ყველაზე მეც ფორმულები საჭიროებში. აი თუნდაც აი ეს ფორმულა რო გავუყარეს, თუ აი 5 ლარი დახარჯე საჭიროებებზე. ზოგადად რაც ხდება. შედარებით ნაკლებ ფორმულები რაც მინდა და არ არის საჭირო და განაწილებული სურვილები და 2 ლარი დანაზოგზე. შენ რას იზავდი მაგალითად, თუნდაც აი ესეთი ფორმულის შემთხვევაში რამდენად შეამცირებდი სურვილებს და ვთქვათ იფიქრებდი იმაზე, რომ ვთქვათ გაზარდო შენი დანაზოგი და აქედან მაგალითად 3 ლარის ლავირებეცი გააკეთო, რომ ვთქვათ დანაზოგში დაამოწო რაღაც თანხა. მაგალითად საუბრობთ 10 ლარი მომხდეს ყველაზე მეც ფორმულები საჭიროებში. აი თუნდაც აი ეს ფორმულა რო გავუყარეს, თუ აი 5 ლარი დახარჯე საჭიროებებზე. ზოგადად რაც ხდება. შედარებით ნაკლებ ფორმულები რაც მინდა და არ არის საჭირო და ცოტას დავზოგავდი რომ შემიძლია იგი დღისთვისაც დამჩნეოდა და ესე სხვადასხვა დროებს კიდევ ერთ ცხოვრებისეული მაგალითი გამოვიხილოთ, გვაქვს რაღაც თანხა, უფრო ვილაპარაკეთ დანაზოგზე, მაგრამ საინტერესო კითხვა. სად მოვაგროვოთ, სად წავიღოთ? თუ ერთი ვარიანტი გვთავაზობენ, ეს არის მაგალითად ფულაბა, სახლში მოვაგროვოთ, ან მეორე ვარიანტი სიტყვაზე ბანკი. აი შენ რომელს მენეჯერულ პროცესობას და მეგობრებო, თქვენ სულერთია, ვისაც იქნებათ მე სურვილი, და შესაბამისად მე მოვასწრებთ. აი, სად შევინახოთ ჩვენი თანხა და თქვათ, რასაც მიანიჭებთ უპირატესობა, ჩვენ დამისაგოთ რატო? ხო, აბა გისმენთ. მე პირადად ბანკი მერჩევი, იმიტომ რომ ფული უფრო დაცულია და ფულაბაში უფრო არაა დაცული, შეიძლება უზრუნველყო პაროლს ან დატეხოს და ესე იგი მომეწონა ძალიან სიტყვა დაცულობა. ძალიან კარგი. აი კიდე სხვებიც იწერენ ხელს, აბა გისმენთ. მე ბანკი გამჭირე ესეთი დაცულია, როგორც საქსინა და ანუ რომ სიტყვას მომაქვს ამ ძალიან მინდა გავატანა ეს მარტივად ვერ გამოვიტანოს და ანუ უფრო უფრო გენახება ასე ვთქვათ. ხო, კი ბატონო, აი ვიტუნა უყარული ხარ ეს მე მოვყან ორივე დარებისა უარყოფით და ყველაში ალბათ და ზოგს ნებისმიერ დროს, მაგრამ ზოგი ადამიანი არის მოუთმენელი. ანუ შეიძლება უცებ დავიხაროს, ხო? ლუკამ გამოთქვა სურვილი, რომ ვილაპარაკოთ უშუალოდ ევროპულ ვალუტაზე ლარზე, რომ დაგეხმარებით იმით, რომ 1995 წელს დაიბეჭდა ლარი და შეიძლება დავაკვირდეთ ეკრანს. ესე იგი წელს უკვე ჩვენი ლარი, ასე ვთქვათ, იუბილარია და 50 წლის გახდა და მოდით ვნახოთ ამ წლების განმავლობაში, ანუ რა ნომინალის ფული დაიბეჭდა, ხო? ბავშვებო, ახლა კი მინდა საინტერესო აქტივობას შევთავაზოთ, ეს არის ბინგო და ახლა ჩვენ 4 ჯგუფად ვართ დაყოფილი, თითოეულ ჯგუფს მე მივცემ 1 ფურცელს.
ზათვართ შემდეგი შეკითხვა. ფული რომელსაც გამოვიმუშავებთ, მაგალითად ხელფასის სახით, ბინის გაქირავებით მიღებული ფული, სტიპენდია ან ნაჩუქარი ფული, ანუ რა ქვია ამ პროცესს? აბა დააკვირდით? ბინგო! თქვენც? ხოჭა! ესე იგი ორი ჯგუფმა დაასრულა, გილოცავთ, მოდით, მაგრამ დავასრულოთ მაინც დანარჩენი კითხვებიც, ოკეი და მე უკვე შევადაროთ ანუ პასუხები, სწორად გაეცით თუ არა? პატარა ნაწილი რაღაც და 10 ლარი, 5 ლარი, დამაზოგში თუ გადადებ სიტუაციაზე და ან სურვილების რაღაცა პროცენტის კიდე თანხას რაღაცებს დაუმატებ და აკვირდებით რომ უკვე ერთი თვის განმავლობაში ან თუნდაც ორი თვის განმავლობაში შეიძლება უკვე რაღაც პატარა ესეთი თანხა დაგითხოვოთ. ბანკში ნახოხეთი არის მას, რადგან მას როცა სახში გავს მას მაშინვე მოშიხედავ ფულს, მაშინვე გინდება ფულის აღება მას და რამე თუ რაღაცა დაცულია და რაღაც ის ვეთქრდება, ხო? კაი. კი ბატონო, აი რა გეცავს ხო ისენ? მას მეცალოს ვეთანხმები, ბანკში შემოყავ პროექტია, როგორ ზათონო თქოს, და ანუ როცა ფულს ჩადე ბანკში, ცოტა პროცენტებს ეგენ. აჰა. კი ბატონო. დიდი მადლობა ამ აქტივობისთვის და ყველას სწორად დავგეკით ასე ვთქვათ ეს მიზეზი. ისი გადაგება შემიძლია ბანკში, ეხლა კიდევ ერთხელ ასაკზე გავავლებ აქცენტს, ანუ ნებისმიერ ასაკში ბავშვს შეუძლია ქონდეს თავისი დანაზოგი და უკვე მაგალითად ქონდეს ანუ ურთიერთობა. და კიდე პლუს ისა აქვს რომ აი მაშინ წავდა ხელსაყრელი ეს მნიშვნელობა დიდი არის ფინანსური ასოციაცია და ამის ახლა თავდროზე ალბათ გითამაშიათ ბავშვებს და ხელებით რაღაცას რო ახსნით და მიუხვდეს თქვენი მეგობარი ან რაღაცა კითხვით ან ის სიტყვით და ასე შემდეგ ხო მინიშნობანასავით ხო და აი ამ მინიშნებებით ჩვენ ერთმანეთს თქვა რაღაც სიტყვებით ტერმინები რომ გააუხსნათ რომ უფრო დავხვეწოთ ანუ ჩვენი ასე ვთქვათ ბიზნეს ფინანსური ლექსიკონი. ბანკში შენახვა ანუ რამდენად ასე ვთქვათ უფრო მეტად დაცულია თუ მაინც გირჩევნიათ რაღაც ქეში შეინახოთ სადმე აბა როგორ ფიქრობთ?
აი ამ კუთხით რა ასწრებს ხალხს? ჩემი აზრით, ფულის ელექტრონული შენახვა უფრო დიდ პრივილეგიებს გვანიჭებს, რადგან ადრევანდელ განვითარებულ ქვეყნებში არ გვეძლება უფრო მეტი საშუალება, რომ ელექტრონულად გამოვიყენოთ ფული, იმიტომ რომ თითქმის ყველანაირ მაღაზიას გააჩნია ელექტრონულად გადახდა და ჩემთვის უფრო მეტად კომფორტულია, რადგან როგორც იძახიან, ფული არის ხელის ჭუჭყი და მობაილ ბანკი და ელექტრონული კარტები გვეხმარება ამის გამიჯვით. წელს უკვე ვიცით, რომ ანუ ჩვენ აღვნიშნავთ გადავიდეთ საინტერესო სლაიდზე, ანუ 2029 წელი, ოკეი, იუბილეა და კიდევ ერთხელ მადლობა გიხდით, რომ უკვე კი, შეიძლება ბევრი რაღაცა იცოდით, არ იცოდით, მაგრამ ამ აქტივობით უფრო დიდი ცოდნა შეიძლება და ალბათ აუცილებელია სავალდებულოა, რომ ჩვენი ფულის შესახებ ბევრი რამ იცოდეთ. მადლობა ახლა გადავიდეთ ეხლა უშუალოდ თამაშზე, ოკეი, ნახოთ სანამ რამდენი წუთი გაგდა, რომელ კითხვას ირჩევს ერთულით? კი ბატონო. ოკეი, აბა ეს ასე გვაქვს. კარგი. აბა ეხლა როგორ აღნიშნეს სანდრო ისმენს? ანუ მხოლოდ ჟესტებით შეგვიძლია ავხსნათ. რაღაც ვერსიები შეგვიძლია შემოთავაზოთ. ხელი, ოკეი. ხელი,